გითვალთვალია? ეს საჩემო უშვით, ეს. ხინკალს ნაოჭები სიბერისგან აქვს. ფილოსოფიაში გადავიჭერით, არა? და თავშესაფარი თუ არის შვება. ვის უნდა მიმართო? ბოლოს ვინ აისხლიტე? აბა, 90-იანებში არ დადაგების მოსვლა დისნეილენდში წასვლას გავდა. სოფელში მივდიოდით 3 თვით და ვიყავით მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ბავშვები. იცით რატო? იმიტომ რომ ერთმანეთი გვყავდა. ყოველი დღე აღმოჩენა იყო. ბაბუა ცალკე მისტიკა იყო. თავისი დინჯი მოქმედებებით და თბილი ღიმილით. იცით როგორი ბებია მყავდა? აი არასოდეს არ უთქვამს ჩემთვის რამდენი ბავშვიც არ უნდა მიმეყვანა სახლში რა ამბავია. არც ის უთქვამს თუ რამეს დავაშავებდი ეს რა ქენია. ყოველ დილით მისი გაკეთებული საჭმის სუნი მაღვიძებდა და კომოდზე შემომდგარი ყავა. ზუსტად იცოდა მე და ჩემი ძმა როდის გავიღვიძებდით. აი ასეთი ბებია მყავდა, რომელიც მენაცვალა და წავიდა. დისნეილენდში ყოფილ ხარ? მიშა, გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა ტიტე, მადლობთ. კახა მქია? შეგესაუბრე, ხომ მე ტიტე შეგირფა. კახა სასიამოვნო. სასიამოვნო. აი მაგ გამიხარდა რომ გაგიცავი. მე ძალიან. მოკლედ ქალაქის თეატრში. ამ რუსებიც ვშლებ. ქალაქის თეატრში ვარ. მე მგონი ხარ ნაყოფი თუ არ ხარ? არ ვარ, აი წევამ რასაც ყვებოდი, კოვიდის დროს მოვდიოდი სპექტაკლზე და ხელასაცობი იყო რომ გავჩერდი და მოვაბრუნე მანქანა და დღემდე ველოდები თეატრისგან იმ ბილეთის ფულის დაბრუნებას. ვის უნდა მიმართო? გეტყვით დაგაკვალი. კომედია პროფესია თუ დიაგნოზი? მე მგონი ორივეა. კომედიანტობა? კომედიანტობა გადაწყვეტილებაა უკვე. გადაწყვეტილება. დიაგნოზის საფუძველზე რა. და სიმზე ხშირად რა გაგწყვეტია? სიმზე ხშირად რა გაგწყვეტებია? რა გაწყვეტია? არ ვიცი ახლა ეს მაინც. მოდი სიმზე დავჭერ. ხშირად გიწყდება ხოლმე. რა ლოგიკური პასუხი თუ რაღაც ბანალური იქნება, ნერვი გამწყვეტია და რაღაცა. არა, არ მახსენდება ესეთი. საკმაოდ შვიდი ვარ. ვახერხებ ურთულეს მდგომარეობაშიც სიმშვიდის შენარჩუნებას. 90-იანებს რა საუნდტრეკს დაუწერდი? ან შეიძლება დაწერინია უკვე? აი მას მარტინ. აუ ამრავი. მე მახსენდება ხოლმე. იცი, თვალები. კი ბატონო. მე მგონია რომ 90-იან წლებში უბრალოდ ხარისხი და შინაარსი დააყდა მაგ ჟანრს, აი ელექტრონული ფანოყი, სეფის მე დავარქვი მაგას, აი სახელები არ აქვს მინიჭებული რა მაგ პერიოდის ჟანრებს. აი თვალები, ჩემი აზრით არის ელექტრონული სეფა შეიძლება დაარქვა რა. ანუ ფანოღი კიდე სხვა სილაღეა და ეს არის ელექტრონული სეფის electronic sep dance რაღაც ეგ. აი რაღაც ეგ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეგ რომელი ნაწილია, იცი, აი ეხლა ხო არის რომ რესტორნებში რომ რაღაცა წვეულებოდა, მე DJ დგება, ხო და მაშინ რომ ქორწილი იყო სეფაში, ოღონდ რომელი ქორწილი, ვიცი, აი წვიმიანი პერიოდი რო იყო, ხევით რო ნახებს რო ყრიდა, ხო იცი რომ ტალახები რა. კიტრით და ლიმონათით დარბა. ხალიჩაზე 2S მიხაკი, ფუშტები და აი მაქორწილის მერე რომ DJ დგებოდა, ეგ იყო ეგ თვალები. Electronic dance sepa. ანუ მაინც თვალებია რა, ასე. აი ეგ იყო რა, DJ დგებოდა მერე ეგ იყო რა და მე მეოსება. იმას გავს რა, ეს რაღაცა ელექტროპოპი რო შემოვიდა, ეს ბრიტანეთში რაც დაიწყო რაღაც ეს New York Day და რაღაც ეგ ჯგუფები რა, ყველი ინსტრუმენტალური. აი ეგ არის ოღონდ ცოტა ისეთი რა, ძირ გამოვარდნელი. ხო, კარგია, მე მგონი მოუძებნით სახელი. ხო, აი დასალქმევია რაღაცეებს სახელები რა, იმიტომ რომ რო ეხლა რო უყურებ ვინტაჟურია, მაგრამ მაგარია ახლა ეს. მე რო წავალ მოусმენ, ხა მაქსიმალურად მაგურით. კი. ბავშვობიდან რა ჩვევა შემოგჭა? ბავშვობიდან. ან წიკი არ ვიცი, შეიძლება რამე წიკები. წიკები სულ მაქვს, აი როგორც კი ძილი დამაყდება რაღაცებს ვერ ვისვენებ. წრიალა ძილი მაქვს ძირითადად.
რეალურად მაგას მაშინ მივხვდი, როცა პატარამ მე და მამა ჩემმა ერთად დაუგიწია დაწოლა სოფელში და მამა ჩემი დილასაც გამოუძინებელი და გადარეული. თელის ღამე რატო წრიალებდიო და მე გამოძინებული ვიყო საკაიფოდ. მაშინ მივხვდი, რომ აი საწოლში მოგზაურობ, ხო? მოგზაურობ, რა სულ წრიალებ. ხუმრობა წამოგცდენია? კი, ძირითადად მე მგონია, რომ კარგი ხუმრობები ხდება ეს წამოცდენით რა, სპონტანურად. უცებ რაღაცა ნაფიქრი. ძალიან რთული არის აი ან სიმთვრალეში ან რაღაცა არაფრიზე მდგომარეობაში კარგი ხუმრობის ისა მაინც, მაგრამ ერთი გამიტყავს. ორი მახსოვს სულ რა. აი ეს მასანკანის პერიოდში როცა ვიყავით ხოლმე, აი არაფრიზე მდგომარეობაში ფაქტობრივად არ არსებობდა რომ ვინმეს რამე კარგი გაერყო, ნუ ორჯერ მახსოვს. ისეთი რომ მე ჩაჯდა იმაში სცენარში. ხო. და ბავშვობაში ყბარაზე გივარდებოდა. ბავშვობაში ყბარაზე მივარდებოდა. არაფერზე არ ესეთი. არ მახსენდება მაინც და. ბაკრული ბავშვი იყო. იცი რა, კარგად ვაკონტროლებდი ყბას. ყბას აკონტროლებ. ხო, აი ყბის კონტროლი კარგად შემეძლო რა. ცალფეხზე გიხტუნავია? მაგის მერე ველოდები ახლა მოგდა ხურდა გაქარ აბა ახთი. მაგის მერე გუნა მოგდა. არა მქონდა და. კი, ცალფეხზე ვკონავია. როგორ ფიქრობ, ყველას თავის გლახა უყვარს? ყველას თავის გლახა ვარ, ყველას არ უყვარს. არა. ნუ ჭკვიანს არ უყვარს თავის გლახა, არც ხვისი არ უნდა უყვარდეს, მაგრამ ნუ ჩვენ მე მგონია რომ მაგის ხალხი ვართ. ჩვენ მაინც ჩვენ იმაში გვიწევს. აი ამას წინათ ერთი ჭკვიანი პროფესორისგან მოვისმინე ეგეთის რომ რატო ვერ შევდექითო აი ეს ევროპული საზოგადოება რას ნიშნავს რა და ნუ ბევრი ისა ხო რა არის აქ ჭირდება განაპოლიტიკურად აი ეს ადამიანის სოციალური იმაში როგორ უნდა შევდგეთო და ძალიან მომეწონა ის რომ ესე იგი ევროპული საზოგადოებაო ეს უსაფრთხოებას ამ თლიან სოციუმში გზნობს რა აი ხო ქონია ევროპაში ჩავედი და პირველად როცა ჩავსულვარ თუ მე ახსენებ რომ ბიჭო რა მაგარია ყველა თავისთვის რო დადის და არამის ედრო არ გიყურებს და რაღაც წყნარი ტიპები რო დადიან ეს ხშირად მომისმენე და ანუ ეს საერთო სოციალური რაღაც უსაფრთხოება ეს არსებობს რა აი ეს არის ევროპული რაღაცა ჩვენთან ეს სოციალური უსაფრთხოება არის შიდა წრეში რა აი ან სანათესაოში ან რაღაცა ეს კუტოქში ან რაღაცა სამეგობროში და მე გარეთ რო გადიხარ იქ უკვე რაღაცა როლია რა რაღაცა როლია ან რაღაც რამოდენიმე როლით ვცხოვრობთ ჩვენ ვფიქრობ ქართველები რა სახში სხვა როლი გაქვს გარეთ სხვა სტუმრად სხვა ბევრი ნიღაბი გვაქვს ხო ბევრი ნიღბით დავდივართ რა და მე მაგ ნიღბებს რას უშვებით არის რომ გიძველდება სად ვინახავთ ხანდახან ირევა მე ის უფრო მიყვის როდის დავიღლებით ამ ნიღბების დარებით მაგრამ მე მგონი შესაძლოა ხორცებული გვაქვს ეს და ძალიან ვეღაც ვატყობს უკვე რა ხო ვეღარ ხვდებით იმიტომ რომ ჩვენც ალბათ ნებისმიერ მე შენც შეიძლება ვერ ვამჩნევთ ესე მაგრამ ხო არა ყველას მაინც და ადამიანთა სხვა ჩვენც გავდივართ მაგაში რა უბრალოდ განსხვავება შეიძლება ის იყოს რომ ჩვენ ვაღიარებთ რა ამ ნიღბებს და რაღაც ნაწილი აი მე შემინიშნავს გადამდგარი ცეკას მდივანი გამომიცნია რა აი ნიღბით ცეკას აი ერთხელ მარკეტში რაღაცას ყიდულობდი და შემოვიდა კაცი აი ეს ნაცია ჩვეულებრივ აი რაღაცა ხო იცი ეს აი ეს ტყავის ფლოსტები ცალკ რო ამძვრალი აქვს რა მომენტით დაწებებული ფლოსტები და აი ეს რაღაცა ზუბნის კაცი რო რა დომინოს კაცი მაგრამ ეს სახე აი როგორ ქონდა გაპარსული იცი აი ეს სიზარბები რო უჩვენე ხო იცი აი ეს სეკავს დივერს უყურებს აი ძველი პრივილეგია რო ეტყობოდა სახეზე დანარჩენი აღარაფერი აღარ ქონდა რა დარჩენდა და ზევიდა ეს საჩემო უშვით ეს ამას არ მიცეთ ამან და რაღაც ეს ხო იცი ეს მენაგლება რა და ვერ მივხვდი ეს რაღაც ძალიან ხალხურ რას ფამილარულობს თუ რა უნდა და უცებ ამან ვერ მიცნო ხომ? ანუ ბევრი ვიფიქრე რომ ან რაღაცა კოლორიტია რომელიც ვეძო ან ცეკას აი რაღაცა პრივილეგიის კლასში იყო რა და ის კლასი დაკარგა და სახეზე დარჩა ეს. აი დომინოსა თამაშობ ჩამოდი მაგრამ მაინც რო კარგად გაპარსულია. აი ამას აქ ვიტოვებს რა. ანუ ერთ-ერთი რაც შერჩა პრივილეგიაში აი ეს არის რომ კარგად შეუძლია ისევ სახე გაიპარსოს. აი შეიძლება სხვა და მაინც ზევიდან გელაპარაკება. მშობლებს ძალით რაზე დაყავდი? სხვათა შორის არის პიანინოზე ხო დაყავდათ ხოლმე ბავშვები? ხო არა, მახვრი ძალიან ჯიგრები არიან ჩემი მშობლები.
არასოდეს არ მახსენდება ძალით პირიქით ხელს მიწყობდნენ ცეკვაზე იქ რაღაცა ერთ-ერთი იყო რომ აი ისა მქონდა ფორტეპიანო არ მქონდა და სწავლა რო დავიწყო ნოტებში ჯარში დამჭირდა რაღაცა პაპა მამას ვიყავდი და მაგაში მეცლებოდა ჯარი რა დახვეული რაღაცა ალტი და მეზობელთან მეცადინეული ხორი და მე სადღაც მეზობლის მეგობრის მამა ნახევარსაათს მე წუხდებოდა რა და მე მოდიოდი. აი ერთ-ერთი ეგ ვერ შემისრულეს. მე მაინტერესებს ხა ოჯახს და იმაზე გამახსენდა მეცხრეზე მართლა გქონდათ თუ არა წისქვილი. კი, ეხლაც არის. ანუ ეხლაც არის. ნებისმიერ შეძლო შეგიძლია მოიტანო ნებისმიერ მარცვლეულს და დაგიფრქვათ. იცით ეგ? მეცხრე საათზე გდაში გქონდა წისქვილი. ეხლაც არის. პირველი 10 კილო უფასო იქნება შენთვის. მე დავილაპარაკე. მაგან გადაგვარჩინა რას ლაპარაკობ. მაგარი. ერთხელ თელასიდან მოვიდნენ, მაშინ თელასი ერქვა, ხო, თელმიკო სანამ. და ეგონათ რომ წყალზე იყო. მეცხრეს ანუ ვერანაირად ვერ თან რა ვიცი ელექტროობაში იყო ხალხი თელასდენ და ვერაფრით ვერ მიხვდნენ რომ ანუ შეიძლება და ელექტრო რაღაცა ძრავზეც იყოს და ეს წყალისა ეს გამოდის ის იყურება რა წყალისა აი ზევით არის ღელე ბატონო ჩემო აი კიდე ღელე ურტყავს ფრთებს რა წყალისა ეს ჩემი შვილის კითხვა რასაც დასდეს იმას მოიმკი ეს მითხარ ეს კითხვა დაუსვიო და ხო ძირითადად კი მაგრამ ხშირად არა მანდაც ამბავია ხშირად შეიძლება ისეთ არაადეკვატურ გარემოში აღმოჩნდე რომ ის ვერ მოიმკა ხო მე მგონი იშვიათი რამე არის ხო არ არის თლათ ეგრე ხო არა შეიძლება დათესო კარგი და ვერ მოიმკა ხო მაგას ვამბობ აი როგორც გლეხს რო ყურძენი უფიშდება ხო თელი წელი იშრომა დათესა მოვა რაღაცა მოვიდა სეტყვა და მონხდური სეტყვა მოვიდა და ურჯულო სეტყვა და გაუფუჭა რა ანუ ვერ მომიკა და ბუნებაში ადამიანებს ეგრეც ხდება რა არა უშავს არა უშავს შოთა რუსთაველი რო დღეს ცხოვრობდეს რის ტყაოსანს დაწერდა გონებაში რაც მომივიდა ეხლა მაგას არ ვიტყვი მაგრამ ნუ გავს დაწერდა ისე. პრინციპში რადგან შოთა რუსთაველის სხვა არაფერი ვიცი და არც მისი ბიოგრაფია ვიცი ნორმალურად, წარმომიდგენი ალბათ რა დღეში რა იმაში პრესში და იმაში გაატარეს და ნუ რეალურად რა იქ მწარე რაღაცა მაინც გაუგეს. ეტყობა მაშინაც სერიოზული ცენზორები ყავდა. რა თქმა უნდა. ფუკარს და გაუგეს ეს მძიმე ამბები და ხო და იგივეს დაწერდა. და იგივე დაემართებოდა ალბათ დღესაც სამწუხაროდ. არაფერი არ იცვლება მანდ. მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის ჩვენთან ესეა მე რო უყურებ რა, ისტორიას გადახე. ჩვენთან ტყუილს მოგიწონებიდან სიმართლის გამო კლავენ. ან გააძება. აი ეს ალუდას ამბავი სულ მეორდება რა და რა ვიცი სამწუხაროა თუ რაღაცა მარადიული არსებობა და ფილოსოფიაში გადავიჭერით რა. არა ეგრეა რა, ამიტომ მოდი რაც მე გავიფიქრე, იმას დაწერ და ოღონდ სხვა კონტექსტით ან რაღაცა სხვა ამის შეიძლება დაერქმიანი დავუშვათ. ეხლა ძალიან პოპულარულია ეს რა, ქოცის ტყაოსანი ან ნაცის ტყაოსანი, რაღაცა აი ეს ორი სიტყვა ესე იგი ქოცნაც ტყაოსანი. ახალი ეს ვერ მოიშორე ტვინიდან რაღაცა გაიყო ისე ვერი რა. არა და სიმბოლური სიტყვებია. მე მგონი მაგას რაღაცა მონუმენტი ჭირდება რაღაც. აი როგორც ხო ვეფხი და მოყმერო იბრძვის. აი ხო იცი აი ეს ფოლკლორი მე მგონია რომ უკვე ქოცი ნაცი ეს ფოლკლორია, ეს აღარ არის პოლიტიკა. და შეიძლება ერთი ძე რაღაცა საუკუნეების მერე უკვე ირონიული არქიტექტურა ან არქიტექტურას თუ დაემატება ირონიული მიმართულება რა. აი შეიძლება დაიდგას ქოცის და ნაცის მონუმენტი. აი როგორც ვეფხი და მოყმერო იბრძვის. აი ესე რომ აი ქოცი რო ნაც აღჭობს ამ პირიქით რაღაც ეგეთი და ის შუა მოედანზე ეს უკვე მონუმენტია ეს ფოლკლორია იდეას დააპატენტე კი ფოლკლორია ეს აღარაც ჩდება იმას რა ეს რაღაცა სხვა ამბავია უკვე და ფილოსოფია მომეწონა ფილოსოფიური საუბრები და ფილოსოფიურ კითხვას დაგისმევ თვალზე პატრონი თუ გიცნია ნამდვილად ფილოსოფიური ის არის კითხვა მადლობთ ველოდი ამ კითხვას ძალიან ფილოსოფიურა მე რა ვიცი თვალზე პატრონი მეცნია კი ყოველთვის პატრონი ძალიან უშნაურად გამაჩერა ერთხელ მქონდა ესეთი შემთხვევა რომ უცნაურად განვითარდა აი რაღაც შენ ცხოვრებაში რომ მოხდება რაღაც უცნაურად ბარში ერთ პერიოდი იყო როცა ბარებში ესე სერიოზულად უკრავდი რეგულარულად და შემოვიდა მღვდელი პატარა ბიჭით
ეს ბიჭი მოვიდა, აი ესო გეძახისო რა, ეს კაცი შეღდელიო მამა ჩემიო და თუ შეიძლება მივედი დავლიეთ რაღაცა გავიცანით ერთმანეთს, დავმეგობრდით. მე სახში დამპატიჟე აქვე ვცხოვრობ, ხო? კოტიაფაზის ქუჩაზე იყო მე მგონი და აქვე ვცხოვრობ, ავედი, ვისაუბრეთ რაღაცა დავლიეთ, რაღაცა ამო და მე წამოვედი და რატოღაც არის თავი პრივილეგირებულად ვიგზენი, რატო დავჯეხი მთვრალი, არ ვიცი, 3 კილომეტრი იყო სახლამდე, მაგრამ ვიფიქრე რომ აი 3 კილომეტრი ახლა რა მოხდა და პატრულმა გამაჩერა იმის გამო რომ წვანეზე გავჩერდი, მან დავიჭრე. ხო ზედმეტი სიფრთხილიდან რომ სკარო სისულელეს აკეთებ და წვანეზე გავჩერი და გამაჩერეს. გამაჩერე მეთქი ნუ კი ბატონო, წაიყვანეთ მანქანა ხმას არ ვიღებ, დავნაშავე ვარ და მე რა ილაპარაკეს რაღაც თავისებურად და წადიო და სახეზე კარგად გამოვიყურებოდი და აი წადიო და სხვა დროსო იცოდეო რომ ბოლო იყოსო. მართლაც ბოლო აღმოჩნდა. ხო. ვის ალბომს არ გადაფურცლავდი? არ ვიცი, ალბომი არ არსებობს ვისაც არ გადაფურცლავ. მოდი, ყველა ალბომი გადასაფურცლია. ჩემი აზრით. ყველას ბავშვობა გაინტერესებს. კი, ყველას ალბომია და ალიყურს ვისა არ ტყავდი? ჩვენს მანკიერ მხარეებს მოდი ისე ვთქვათ. პადლეთს. ჩვენს გაურკვევლობას ავარტყავდი ალიყურს. პირსახოცი რომ გაგძვრეს, ფარდის უკან ვის არ დაემალებოდი? ეხლა ძალიან გავართულებ. ძალიან უმირთულებ. ეგეთი მაგარიც არ ვარ. ძალას ნუ გამირთულებ. მე მგონია რომ ეს არის რომელი მიმართულება, იცი? ახ თქვენ ახალი ის იპოვეთ ჟურნალისტიკაში, ახალი ხალხი, აი როგორც მონუმენტზე ვიზობ, შესატანია ეს ახალი მიმართულება არის. აი ეს არის ბესპრიძელი ინტერვიუ რა. ყველგან პასუხისგებლობას მოკლებული ბესპრიძელი ინტერვიუ. აბეჟნიკ ინტერვიუ. ეგრე რომ დაარქვა რაღაც რა. რაღაც ეგეთ მიმდინარეობა, კარგია, საინტერესო. კარგია, ტუალეტში ფეხის წვერებზე შესულ ხარ? კი, ძალიან ხშირად. მე შემთხვევაც მქონია ეგეთი სელფის გადაღება. სელფის გადაღება. ერთხელ იყო მოყოლილი მაქვს სტენდაპში ამას უცებ რო გაგახსენდება, ხო იცი? აი სადღაც მიდიოდი კონცერტი გქონდა, რაღაცა თელ გუნდს და სადღაც ნუ მოკლედ დასავლეთისკენ, სადღაც ტუალეტ ძლივს ვიპოვე. ტყეში იყო და ძალიან დანგრეული ტუალეტი იყო, აი რაღაცა არ ვიცი, ალბათ ბომბი რომ მოხდა პირველ მსოფლიო ომის დროს, იმის მერე აღარ აუშენები, აღარავის და აი ძლივს შევედი ესე ფეხის წვერებზე და იქ შორს იყო რაღაცა, იქ უნდა გაგერტყა, ბოლომდე ვერ შეგვიძლია და უნდა დაგემიზნებინა და დააუმიზნე და უცებ ოკეი ხარზე ვიღაცა მოიხედა სურათი შეიძლება ძმა ბიჭო უცებ შოქში ჩავარდი შენ მეთქი რავი ძმა ან თუ დამელოდები ან თუ დამიჭერ თორე გავიწუწებით ერთად ძმა არ გამოვა ერთად და არა ძმა დაგელოდე პრობლემა არ არის სალი ხელით რომ გიჭირა და სალი ხელით გადასროლილობ ხელი ასე ო და იქვე დამელოდა ანუ მე დავამთავრო ესო ეს ხელებით მოდი ება სელფი ძმა გაიხარე ძმა არაფერს ძმა აქავარ თუ რამე დაგჭირდეს ავიდე ვა ჯიგარი ძალიან მაგარი იყო ეს ალბათ ეს იცი რა ეს იყო აი დრამატურგიულად გაიმართა ეს თვითონ ეს თელი სცენა იმიტომ რომ ესეთი ადამიანი უნდა მოსულიყო ეგეთ ტუალეტში და მე დადო ფოტო ჩემი ძმა და უკან ტუალეტი როა უკან ტუალეტი იუმორი შვებულებაში ხშირად გადის კი ხანდახან ჭირდება შვებულება ჭირდება მაგრამ ნუ მე ფიქრობ იუმორი პოეზია რა ის მე როგორც არ მჯერა იმ პოეტების ვინც მხოლოდ წერის დროს არიან პოეტები იუმორისტისაც არ მჯერა რომელიც მხოლოდ სცენაზეა იუმორისტი იმიტომ რომ იუმორს ჭირდება მუზა თუ ეს გამომუშავების არა მე ფიქრობ ეგ არის პოეზია ეგ ცხოვრების ამბავია ანუ ეს თუ კომედიანტობას ირჩევ ეგ უნდა იყოს შენი რაც არ უნდა მოხდეს შენს თავს შენ მაინც უნდა შეინარჩუნო ირონია ამ ყველაფრის მიმართ რა მაინც უნდა გაგეცინოს იმიტომ რომ მაინც ასაცილო ხარ შენ რაც არ უნდა მოხდეს შენც მონაწილეობ იმაში რა და ხო და ეგ არის და დავესწროთ ის ბატონიშის ვერზნული ტრაგედია რომ ესო ტყეშიო რო იკარგებაო ესო წყემსიო ანუ ნაღდი ეს ბერძენი ეგ არისო რომ ტყეში დაიკარგო მაგრამ მაინც ფლეიტაზე უკრასო რა ხო ქონი აი თუ დამთროხა ხალხაზრდობაში ძალიან რო დამთროხა და გზა რო აგრევია და მაინც რო დგახარ და ვეღარ პოლ აზრი აღარ დგახარ და
რომ ღერით რა უბანში სადღაც. და მე რო აღმოჩინე რომ მოხვედი. ნუ მაგას ინთვაში შეიძლება გააკეთო, იმიტომ სხვა გზა არ გაქვს, მაგრამ სიფხიზლეშიც თუ მაგას გააკეთებ, აი შენ შეიძლება დაარქვა შენ თავს რაღაცა კომედიის გზაზე დამდგარ ტიპად. და ზებრა შეღებილი ვირია? ზებრა მე მგონია სამართალდამცავი ცხოველია. სამართალდამცავი. აი რაღაცა მაგ სტრუქტურაშია რა. ბევრი გასაგები. ან სტაიანში კი ცხოველია რაღაცა იგი. სტაიანში კი ცხოველია. სტაიანში კი ცხოველია უფრო. კი. ის უნდა ერთი. ხო რა, ნუ მთლიანად ის არის ჯოხია რა. ცოტა ასიმეტრიული რა. უცნაური ჯოხია, აი ზებრა რო გააჭიმო და გაასწორო, ის სტაიანში კი ჯოხი გამოდის. ო, კარგია. ოღონ ძალიან უნდა გაწელო, რომ გასწორდეს, ისინი არ ქონდეს ოკრობ-ოკრობები. ბევრი გასაღები გაქვს? მე შემიძლია გაჩვენოთ, აქ არა მაქვს, მაგრამ კი, საკმაოდ. მაქვს ავტოფარეხის 2, ბინის, ახეთა შესუსწრელი იქითა. ჩემი გარდერობის ტელევიზიაში როცა ვიყავით ეს დაკვირვებულები, 2 გარდერობის გასაღები ზედ მე ქალი კაცი მე 2 გარდერობი მქონდა ყოველთვის. ეს მეილ ფიმეილ ეწერა ეგრე და იმის 2 გასაღები, ბევრი მქონდა, ბევრი ასა. აი დაახლოებით ზაფხულზებს რა თქვა. როგორ ფიქრობ, მადლობა мотиваციაა? არა, მადლობა უბრალოდ შეგნების საკითხია რა. უბრალოდ ხვდები რომ უნდა გადაიხადო მადლობა. ხო, მაგრამ შენ თუ გაძლევს სხვისი მადლობა мотиваციას, მე რომ მადლობა გითხრა. არა, არ მჭირდება. მე სულ ხვდები ხოლმე მადლობა როდის უნდა თქვა. შეიძლება ზოგ ჭირდება мотиваციის. მე მიესალმები მაგ мотиваციას, მადლობა. და გითვალთვალია? თვალთვალია, ალბათ კი. ვერ ვიხსენებ ზუსტად, მაგრამ იქნებოდა. თვალთვალი ასწორებს. თვალთვალი ასწორებს. მე ვფიქრობ ეს კომედიანტობა თვალთვალია. ხო, ეგ უნდა მეთქვა, ხო, ეგ არის. აი, ხშირად ყოფილა რომ ადამიანი მელაპარაკება და არ გუსმენ. უბრალოდ ვაკვირდები, უყურებ როგორ ლაპარაკობს. და მე რაღაცა შუაში რაღაც სისულელე მიკითხავს და მიხვდა რომ არ უსმენდი და მოგითხარი, არა, ბოდიში იმაზე ფიქრობდი რაღაცა. ეგეც თვალთვალია. ხინკალს ნაოჭები სიბერისგან აქვს? არ შეიძლება სტრესები. სტრესული ამბებიც არის. და თავშესაფარი თუ არის შვება? თავშესაფარი შვება არ არის, დროებითი შვებაა, მაგრამ სინამდვილეში დამღუპელია. მე ვფიქრობ ჩვენ მაგ თავშესაფარმა და თავშესაფრების ძიებამ დავღუპა. თავშესაფარი არის გაქცევა რეალობიდან, გავსერიოზუდეთ ცოტა. ხო, კი. ხო და ნუ დროებით კი. თავშესაფარი არ არის სასმელიც, სიგარეტიც. რაღაცის სიტყვა, რაღაცა სხვედრობა, რაღაცა განსაკუთრებული წარმოდგენა საკუთარ წარმომავლობაზე. თავშესაფარია ყველაფერი ჩემისით. ამას წინათ იყო. მიშა გადმოდი უნდა გადაკოცნო. რატო უნდა გადაკოცნო? ვერაზე ხარ. მართლა მქონდა ეგეთი ის. აი ვერის თავშესაფარშია ის. არ მომეშვა თან. გადავედი, გადამკოცნა. ჩავჯექი, წავედი. მიზეზი იყო ის, რომ ვერაზე ვიყავი. ანუ ესე იგი გამოდის, რომ ის ადამიანი ყველას აიძულებდა მანქანიდან გადასული იყო და გადაეკოცნა, იმიტომ რომ ვერაზე იყო. ხო, აბა. თავშესებია რა. ასეთი. გიჩოთირია? კი, ხშირად ჩოთირობთ. ეხლა აღარ ჩოთირობ? ეხლა ჩოთირობ. ისეთი კითხვები აქვს, რომ ჩოთირებ. სულ ჩოთირში ვარ. და უკან დასახევი გზა თუ მოგიჭრია? ან ხშირად თუ მოგიჭრია? ეგ კარგი რაღაცაა ეს სხვათა შორის, უკან დასახევის გზის მოჭრა. აი, იჩალიჩია ხშირად და ხან გამოსვლია, ხან არა. აი, ამას წინათ იყო სამჯერ ვცადე, არა, ორჯერ ვცადე სამსახურიდან წამოსვლა. ხო. თან ისე რომ მზად არ ვიყავი რეალურად, მაგრამ ნუ მაინც ვცადე რომ მაგრამ მე ისე მოხდა რომ უკანა გზა ვერ არ მომიჭრეს. მაინც შემომთავაზეს დაბრუნდი ხო ხედავ ეს ახარო. არ ახარო თლათ შვიდათო და მე როგორც განვითარდა მოიჭრა და ეგ მომწონს. ხო, მე მგონი აი ახლა მოიჭრა გზა და კარგია თუ ვისწავლით
ხო და ეს მოჭრილი გზა მომწონს. კი. აი ყოფილა ხოლმე ხშირად, რომ აი მან რა გაგვიკეთა, გადაცემები დაგვიხურეს ისას და ვფიქრობ, რომ არა, ნახე გავადრო და მადლობას ეტყვი. კი ბატონო. მაგას ხო ფიქრობდი, რომ ეგ თავისუფლება მინდა, რომ სხვა რაღაცები არ მიკონტროლოს ზევიდან და აჰა, ეხლა რა გინდა, შემოგთავაზე ცხოვრებამ და გზა მოგეჭრა და აწი, აჰა, ეგეც შენი თავისუფლება. ასე რომ მადლობა ყველას, ვინც გზას გვიჭრის ჩოთირის გარეშე. და ჩვენ გვიადვილებს საქმეს. არ გვიადვილებს. როგორ არა? ჩვენ ხო გვინდა რომ ეგ ბოლოს გვიადვილებს. ხო იცი რემბოს ტყვიები რო გამოელება, მე ერხება თორე მანამდე კარგად არის რა. რემბოზე გამახსენა ტერმინატორი დასაზეთია. ელოდით ხო ამ შედარებას ხო? ეს ხო დაწერილი სცენარია. ტერმინატორი კი, ტერმინატორი, მე მგონია ტერმინატორი არ არის და ეგ ხო იმაზე არის, რა ქვია. პადუშკებზე არა ზის მაგის ისი. არ იქნება. რა ქვია მაგის ის ამორტიზატორი როგორც არის? დაჰაერებული ამორტიზატორია. დაჰაერებული ამორტიზატორი, სუხოი ამორტიზატორი. სუხოი და ეს დაჰარი რეზინკებზე რაც ზის რა. მე მგონია რომ მაგას ეგა. ეგ ხმა მაგით აქვს. ეგ ხმა მაგით აქვს რა. რა ქვია მაგ ამორტიზატორს ამოვისწრე ახლაც. სუხოის მეორეა. პნევმატური რა, პნევმა ისინი რა, რო ტუმბავენ. ბოლოს რა გაგიხმა? აბაზანაში მიკიდია ესეთ ყვავილი. და პერიოდულად ხმება ხო, ვერ დავადგინე რა ხდება. იქნება აბაზანაში რო კიდია მაგიტა. არა, დანჩანთებული აქვს ის ნატურა, მაგრამ პერიოდულად ხმება ხოლმე, ზევით უხმება ფოთლები, ქვევით არაა და ზევით მეტისინათ. რაღაცა ეგ ამბავია. ყვავილების ამბავი მიყვარს და ვერ ვადგენ ხოლმე რატო ხმება. მეც გამიხმე ხო და არ ვიცი რა ვქნა. ხო, აი არ ვიცი. ვიმეგობროთ მაგობაში. ოღონდ მართლა ვიცახი, მართლა გამიხმე. რატო ხმება რაღაც, აი გაიგებს რა. ტყუილი მოგიპარავს? ой, კარგი რა, შემოქმედებაში ძალიან ასწორებს ტყუილის მოპარვა. მე მომწონს ეგ. ტყუილის მოპარვა, იმიტომ რომ ის ხوارეს ნაღდი ისაო. ისინი იპარავენო საფუძვლებში. ბაძავენო და მე გენიოსები იპარავენო და აი მაგ ტყუილსაც თუ მოიპარავ, მაგარია. კი, კაც შექსპირიც იპარავდა ფილმს. კი, მე მგონია რომ ყველაფერი მაინც მოპარულია, უბრალოდ თავი არ გაგიგონ რა. თავი არ გაგიგონ, ზუსტად. თორე მე სულ იმაზე მეცინება, აგერ აი ეს ინდუისტური რელიგიის წმინდა მერვე წიგში, ვედებში, ბჰაგავად გიტაში Wi-Fi შესახებ წერია. მართლა წერია უბრალოდ. რანაირად გაარტყეს? უპარული იდეა. წერია რომ ნუ ადამიანს აქვს შესაძლებლობა რომ ის დაუკავშირდეს კოსმოსს, ანუ დაპორტის მოახდინოს კონტაქტი კოსმოსთან. და ნუ ეხლა ეს რო გადათარგმნო მატერიალური მასში ეგ არის Wi-Fi-ია. ანუ აქვს ეს შესაძლებლობა და ეხლა ნუ ეხლა პირდაპირ ვერ დაწერნე რომ Wi-Fi კოდიც აგვაქვს და აგერ ჩაწერეს და მაგრამ ნუ აი სპორტირებაზე არის საუბარი რომ 1-8-მდე. ხო ეს უნარი აქვს ადამიანს რომ დაუკავშირდეს კოსმოსს რა. უბრალოდ ეხლა აღარ არის ნაჩვენები ისე როგორად ეგ ამბავია. ბოლოს ვინ აისხლიტე? ბოლოს ავისხლიტე 2 მუშტი თუ 3 იყო. გეტკიდა? არ იყო ისეთი ასხლიტილი არ არის თქვენ. უფრო გეტკიდა. უფრო მეწყინა. სიმართლე თუ მოქმედება? თამაში ვითამაშოთ. სიმართლე თუ მოქმედება? მოქმედება უფრო. ოჰო. კარგით, მაშინ მითხარით რამე და გავაკეთებ. ვინდა რომ ვიმოქმედოთ? მე უნდა ვიმოქმედო ამ შემთხვევაში. თუ სიმართლე სიტყოდი, სიმართლე უნდა მეთქვა რამე და მოქმედება მაშინ თქვენ დამავალეთ და მე შევასრულებ. გავაგრძელოთ საუბარი, ამას დაგავალეთ. რა კარგია, დიდი მადლობა. ალბათ ფიქრობდით რომ 20 აზიდვა გააკეთეთ და იცახეთ ვირი ვარ და ყვირი ვარ. დრაკონი რომ მყავდეს, რას დაარქმევდი? დრაკონი რომ მყავდეს, რა ვიცი, გუკა დავარქვი. გუკა. მომწონს. დრომ რას ვერ გაუძლო? დრო მე მგონი ყველაფერს გაუძლო. ვერ გეტყვით ძალიან რთული სიტყვა, დრო რას ვერ მე მგონი ვერ სხვა ჩქარ. მე მგონი სადღაც მირბის. გაგვირბის. დრო გაგვირბის.
ამასინათ მეგობრებო რომ იხოს სხვათა შორის იმაშიო ნიუ-იორკშიო ცოტაო სწრაფად მოძრაობსო ითვლისო შუქნიშანიო დრო დაუკვირდი მე მგონი მართლა ეგრეა რაღაც უსწრებს დროს მე მგონი გაგვირბის დრო გაგვირბის როდი მაგიტოს არის ხალხის გიჟებით და ყოველი მეხუთე გიჟი ხდება ხო იმიტომ რომ ჩვენ მივსდევთ ეს სირბილი გაგიჟებს მე დაუღალავი ხო მე მგონია რომ ჩვენ დროსთან დაკავშირებით ვერა ვართ ჯანმრთელად მე მგონია რომ ადამიანის ტვინს არ შეუძლია დროის რეალური განსაზღვრა ანუ აი რა არის ეგ დრო არ არის ხო კი ბატონო რაც კაია რაც კაია თავის დროზე რა მოზომელი ის ცხირს ხშირად იფხან არ მიხარი ხოლმე ხდება ოღონდ როცა არავინ არ მიყურებს აი ძალიან ინტიმური პროცესია ხო ცხირის ხარ ჩემთვის განმარტოვდები ხოლმე წიგნი ყავა რამე რუმე და აი ცხირის ხარ ასწორებს სადაც ზარია იქ აკაკუნებ სხვადასხვა დაგაკუნება მიყოს უფრო რა ზარი არ მოწოს ან ვიცი ხოლმე ეს ვინესთან გახუმრება ეგეთი ეს არის პაროდია გამოდის ხოლმე და შეათარი ხოლმე რომ კედელს ვაჭერ და იმ ზარს აკეთებ და მე მართლა აღებს და მე გვერდზევისოს ეს ერხება რა გონია რომ რაღაცა ძალიან სენსორული ზარი აქვს კედელს ვაჭერ და ერთხელ იყო და მართლა დაემთხვა ეს ზარი იმის და გააღო ის გამოშტედა კედელზე კლდის პირას თუ ზღვის პირას ზღვის პირას ჯობია გიყვარს ზღვა? კი, ვაფას. ვაფას. სლოკინის დროს გვახსენებენ? არ მგონია. აბა სახელებს გვივიწყებენ, შეიძლება ეგ იყოს. გვივიწყებენ და აი შეიძლება ეგ სლოკინი ერთგვარად შემზადებაა სიკვდილთან. ბიჭო, რა ჩაძაბა? სლოკინი აი ეს არის ხო იცი ერთი შეიძლება ისეთი ამონდასლოკინოს რომ ვეღარ ჩაასლოკინო ამოყვეს სული კი ახჩი მე ერთხელ გერმანიაში მატარებლით ვზარობდი ერთი კაცი ისე ასლოკინებდა ჩემი ველოდებოდი რომ დაიჭერდნენ პოლიციამ დაიჭერდნენ ვიღაცა წამოუხტა მერეში წამოუხტა რა უთხრა რატო ასლოკინებო რა ეს სლოკინი არ იყო ეს იყო რაღაცა კეთილისა და ბოროტის ბრძოლა სვავდა თან რა ბრალი იყო და სვავდა და აი სპეციფიკა გამიზნულად აი რაღაცას ბოროტს ებძოდა რა აი ესე ასლოკინებდა და სანახაობა იყო ეს იყო ჩვეულებრივი სანახაობა ცხარი კაცთმოძულია ცხარი არ არის კაცთმოძული, თვითონ კაცია ცხართმოძული. რასაც გასცემ შენია? ეგ კი, ეგ ნავალთ ეგრე. ანაირად. ანუ რასაც გასცემ ის გიბრუნდება რა. ხანდახან არის რომ შეიძლება გასცე, მაგრამ რომ გასცემ სწორად უნდა გასცე. აი ეს ღორებს მარგალიტები არ დაუყარეო, აი ეგ არის, მანდ ფრთხილად უნდა იყო, თორე აი თუ არასწორ ხარეს გაეცი, იგივე არ წამოვა. დაკარგულია. ვერ გაგიგებენ. ბუტკო თუ მტრიანა? ბუტკო იყოს. ეხლა ბუტკოების პერიოდია. არა, სცენარები გოგიყვარს მაგ. ბატონო, ბუტკო იყოს. გულწრფელობა შარია? ეგ ის არის აი სიმართლის გამო რომ კლავენ. ალუ და სამბავი ეგ არის. მაგარი შარია თან. მე ერთხელ შემთხვევა მქონდა მე რო ვაკვირდები ხოლმე აი ეს პოლიტიკოსები ხოლმე რო საუბრობენ ხოლმე დავამუყამ ესეთი გართობა პოლიტიკოს მოусმინო მაშინ როცა თანამდებობაზეა და მე მოусმინო როცა თანამდებობაზე აღარ არის აი აბსოლუტურად სხვა არის ადამიანი აი გულწრფელი ლაღი ჯიგარი მე ვფიქრობ პოლიტიკოსებმა რო წარმოიდგინე რომ პოლიტიკაში არ არიან და ისე ისაუბრონ შეიძლება ომებიც აღარ იყოს ამ პირიქით ყველა ერთმანეთს დახოცოს ტრამპი ეგეთ პოლიტიკოსი არ არის? ამპიხო. მე მგონია რომ ეგ არის რუსებს რო ყავთ ჟირინოვსკი. ეგ ვარიანტი, ანუ პირდაპირ ამბობს რა. აი ეს მიწა მომეცით, თო კაია, თო. ამოეწონა გრენლანდია, ხო? გრენლანდია over nice ის რო იცის ხოლმე, თან რაღაცას რო იმაშება. კანადაც მოწონს. ხო, ეს მომეს კაია, გადავიხდი.
გადავი. პირდაპირ ესე რა. ენკი ბენკი თუ სიკლისა. არ ვიცი. მე პირადში მოგწერთ მაგაზე. ესე უცებ ახლა საჩუქარი გვაქვს შენთვის. იმედი აღარ იქნება საცობები, 2 ბილეთი. წეხა დაიწუწუნე ფული არ გვაქვს და ბილეთებს მივცემთ. იგივე სპექტაკლია? რა სპექტაკლი იყო ამის? ეს არის ესპანელი მღვდელი. აუ ეგ იყო. აჰა, ხო გითხრა. ქალაქის თეატრისგან. აუ გაიხარეთ. ძალიან ესპანელი მღვდელი. კარგი სპექტაკლია, იმედია ისე ამოვნებ და იმედია საცობში აღარ მოხვდები. კი ბატონო, სხვათაშორის პიესა არ წამიგითოს ეს ჯერ პიესას გავიცნო მე. დიდი მადლობა. მართლა, იმიტომ რომ 4-შია. აუ გაიხარეთ. მართლა გამიხარ და თეატრი ძალიან მიყვარს. სხვათაშორის მე არ შემდგარი თეატრის მსახიობი 4-ჯერ არ მიმიღეს სტაჟში. და ეს სულ ჩამჩა რა, სულ მინდოდა რომ თეატრით და ეხლა ხშირად დავდივარ. სცენაზე მაინც უთხარ. ხო, მაგრამ თეატრი რაღაცა სხვა მაგია, დღემდე გიждდები. რა თქმა უნდა. ასე რომ გელოდებით, გაგვეხარდება ძალიან. წარმატებები, მადლობა რომ იყავით ჩემს სტუმარად. მადლობა გაიხარეთ. ისე ძალიან დიდი მადლობა. თქვენს მადლობა. მართლა ბილეთებია ეს? კი, აუ რა კარგი ხალხი ხართ.